Ჩამოვდივარ რომ 10 ლუკმაში შევჭამ. მე ჩამოვდივარ ამას ლარს რომ ამას შევჭამ 9 ლუკმაში. 8-ში. 7-ში. 6-ში. შენ 6-ში მგონი მაგ შეჭამ მაგას. კაი, მე შევჭამ 5.5 ლუკმაში. ე ბატონო. რა? ე ბატონო. გაჩენო. მოცეს. რა გიო. აჰა. ანტაგე ჩელენჯებინე და მე დაგაჩელენჯებდი მე. რატო? 5.5-ში. აუ, შანსი არა. ეგ 2 ლუკმაა და აი ეს შევჭამ. აი 6-ში და ჩემი ეს ფული. 6-ში ვჭამო? 6-ში მე შევჭამ და ჩემი ეს ფული. აი მიდი. ეხა თუ დააწყო. ამას შევჭამ და რა. ერთი. ორი. კაი აღარ მინდა ხო? აი ხმლე. ამას ფულის ამოყვანში შეჭამურკოსო. ანუ რა ხელა პირსაღებ, რანაირად ჭამეგრე. კაი რა. კაი ნუ ყველა ხვდებით უკვე რომ წავაგე, კაი აიღე ფული და წავი. გიო მოიცადე არ შეჭამო. აი ამ 200 ლარს ჩამოვდივარ, თუ შენ მაგას 3 ლუკმაში შეჭამ, მე ამ ფულს მოგცემ. თუ შენ მაგას 3 ლუკმაში ვერ შეჭამ, გამიორმაგებ აი ამ თანხას, ანუ და დამემატებ, არა, ზევიდან დამემატებ 200 ლარს რა და მე დამრჩება და პლუს ზევიდან მეჭიდი ნაყინს, მაგ ლარს. 3 ლუკმაში? ხო, 3 ლუკმაში. ანუ გამიორმაგო კი არა, 200 ლარი დამემატე ზევიდან რა. შენ მომცემ 200 ლარს. გაწყობს? მედი ამოიღე 200 ლარი, დამიდე აქ. მედი, დავაი, მომე. ხა? 3 ლუკმაში ამბობ? 3 კი. მედი. როზე გიყურებ. 3 ლუკმაში 4 მაინც. 3-ია. არა, 3 იყოს. თუ არ შეჭამ ნაყინს მიყიდი. და ეს 200 ლარის მე დამრჩება შენი. ვაიმე. ბიჭო, ვაი, ხო წისქვილი ხარ? რო კითხოს კაცმა 4 ლუკმა გინდოდა და. აი 2 უნდა მეთქვა რა. მანქანა რაღაც არ ვაგებ მე ამაში. 2 უნდა მეთქვა რა დებილი ვარ. ეგ უკვე 3 იყო. კაი დაიბრუნე შენი 200 ლარი უკვე. გიო მე ბლატავება და მეუბნება რომ ამ ხუთს ჭიქასო. მე მანამდე დავლევო სანამ შენ ამას დალევო. ანუ მოგიგებო. და შემეჯიბრეო. თვითონ ჩამოვიდე 50 ლარს, აგერ მე 40-ში გამაჩნია მეტი არა მაქვს და ჩამოვედი და ვინცო მოიგებსო, იმას დარჩესო, ხო და ერთი ხელიდან დაილიოს, ერთი უკან ერთი დაილიოს. და შეხება არ შეიძლება. ხო, ნუ შეხება არ შეიძლება და რა ვიცი. კაი, დავიწყოთ მოდი. დავიწყოთ. ხო. 3. ერთი ხელი უკან მქონდეს, ხო? 3, 2. და სულ დავლიო. 3, 2. დავმეკ, შეიძლება. აი, ხო. დავიწყოთ. 3, 2, 1. სადაა? აუ გიო. რაღაცია რა. არ შეიძლება, ანუ რეფლექსია. შეხება არ შეიძლება, გითხარ. და ეს მე აქ ჩაგიგდო დალე? მაგეკნა მაგამდე. აუ. თითამი. აუ. 40 ლარი, დადე აქ. ოპა. სულ წასვლის დროს რატო უნდება ეს რაღაცეები, ახლა გავდიოდით. მე სწავლობ. შია და გონება მაგ დახშული, არ შეიძლება ესე.
ეგ უნდა რა ადვილი იქნებოდა ხა მართლა 5-ში გადავლები და მოგასწრებდი 5 წელიწადში. სულში ძალიან ბევრი ვიფიქრე, ამაზე დავთანხმებული ყავი თუ არა, მაგრამ რა ვიცი რომ დავფიქრდი, მარტივი იყო მიგდალეო არ მაგრამ. აუ ესენი ერთმანეთთან ახლოს რატო არ დამადებინე? ხო ვიძახდი ეს ახლოს იდოს უფრო მალე ავიღებთ ხო. დამიდა შორშო ჭიქა დაედო თურმე. კაცური ლოგიკა ნაწილი 2. ჯიგრებისად ვიდეო დაალაიქ. ხარი, არ დაალაიქოთ გთხოვთ. აი, ჩამაგრჩო. დავიწყოთ კითხვა პირველი. რა მოხდება თუ კი სახში გადადებული 100 ლარიანი გაქრება? ზებნას დავიწყებთ. მართალია. ისე ვაზისუბნის მარშრუტკას გავაყოლებ მშობლებთან და დაუტოვებ იქ. გიო. კითხვა ნომერი 2. რა დაჯდა შენი დეითი პირველი? რომელი პირველი დაითი მთელ სამეზობლოსთან ერთად რო წამიყვანი და ლაფშამაჭამე? ეგ იყო? მე გადავიხადე ეგ 30 ლარი. 40 ლარი მქონდა მესასუდროში. ამას რატო ვაჭამე? წავსულიყავი უდი დამელია ბიჭთან ერთად დაჯობდა. აროჩი, თავიდანვე შევწდი და შენ ვიდეო დაალაიქე. ფართ 3 რომ მოვხოდოთ გიჟი და გამოგვიწერე. ცუდი ყოფილა ხალხო ჩახჩოვა. კითხვა ნომერი 3. რა ჯდება შენი შენახვა ლალი? თვეში? შილაკი 50 ლარი საშუალოდ, დიოდი 70 ლარი დაახლოებით, თმას თუ გავიკეთებ, რავი 30 ლარი. მაგაში მომწვევ ახლა ფასებში? არაფერი, უბრალოდ მართალი ხარ. ამდენი ჯდება ცოლის შენახვა. ასე რომ სანამ ცოლი არ მოგიყვანიათ, დაფიქრდით, არ მოიყვანოთ. ხალხო მიშველეთ. კმარი მახრჩობს. ფართ 3 6000 ლაიქზე. და არ გამოგვიწერე. დაალაიქოთ ხალხო გთხოვთ. დაალაიქე რომ ვაჯობოთ ქალებს. კაცური სოლიდარობა მინდა. ხალხი გავდივარ. სად გადიხარ? მაგალითად გავდივარ. ძმაკაცებთან მე რამდენი ხნით გადიხარ? არ დაგავიწყდეს ჩვენ? ხელშეკრულება გვაქვს გასადები. ხელშეკრულება გიოს ძმაკაცებთან გასვლის შესახებ. ეს სადა დაგავიწყდა. თუ 10 წუთით გინდა გასვლა, სნიკერსი უნდა მომიტანო. 15 წუთით ტვიქსი, 20 წუთით გადიხარ ბაუნტი. 25 წუთით გასვლა გინდა ნებისმიერ სახის ვაფლი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბევრი იყოს შეგნით. 30 წუთით გასვლა ჟელიბონი დაგიჯდება და 40 წუთი კიტკეტი. მაგრამ ძვირფასო აქციები მაქვს. აი სნიკერსი და ტვიქსი შეიძლება 30 წუთით წახვიდე თუ სნიკერს და ტვიქსს მომიტან 25 წუთის ნაცვლად. ტვიքს, ბაუნტ და ვაფლს თუ მომიტან 60 წუთის ნაცვლად 65 წუთით. მაგრამ გვაქვს ძალიან მაგარი აქცია. სნიკერსი, ტვიქსი, ბაუნტი, 2 ვაფლი, 2 ნებისმიერი სახის ჟელიბონი და 2 კიტკეტი 3 საათი და 25 წუთი. 3 საათი და 15 წუთის ნაცვლად. ბოლოს შემოთავაზებას ავიღებ თუ. ბოლოს აიღებ? იცოდე ზუსტად 3 საათს და 25 წუთზე აქ ხარ ხელმე მოაწერო ამას. მიდი, ძელდები. მომიტანე. ყველა. 1 სნიკერსი. 1 ტვიქსი. 1 ბაუნტი. 2 ცალი ნებისმიერ სახის ვაფლი, რომელიც გადიხარდება. დროშენი, კარგია. 2 ცალი ჟელიბონი. ჟელიბონი. ხო, ისე ამ აქციას ვერ გამოიყენე. ბაკ. 2 ჟელიბონი და 2 კიტკეტი. აუცილებლად. ძალიან კარგი. აქცია შედის ძალაში, მოაწერე ხელი თუ შეიძლება. თუ შეიძლება საზოგადოებას დაანახე რომ ჩვენ ნამდვილად მოაწერე ხელი. კი ბატონო. მოადახურე. ზუსტად 3 საათის და 25 წუთის გასვლის შემდეგ შენ სახლში უნდა იყო. კარგი. A few moments later. სათხარგიო? ზუსტად 3 საათი და 27 წუთი გავიდა. მოდიხარ კიბეებზე. 1 წუთი რო გჭირდება აქ ამოსასვლელად და 3 წუთი იგვიანებ, ხვდები ალბათ. გატრიალდი ახლა მაღაზიაში და ამ 3 წუთის სანაცვლოდ რამე წამოაყოლე. ბარნი. ეგრე მარტივად ვერ გამოძვრები. ბარნი, 3 წუთი ბარნი. ზიახ. მიდი, გელოდები. კაი. გიო არის გასული მაღაზიაში, დარჩა ტელეფონი და გადმოვწერე აპლიკაცია.
შემიძლია გავაზიარო მისი ეკრანი ტელევიზორში და ვნახო რას აკეთებს ჩემი ქმარი, რა აპლიკაციებში შევა, რას გააკეთებს. მოკლედ ახლა გავთიშოთ და დაველოდოთ ჩემ ქმარს. მოხვედი პატარაო. ამოიტანე. გიო მგონი შატო გირეკავდა და გასული რო იყო. კარგი. TikTok-ი გახსნა ეგრევე. Ვაიმე. ამათ გვერდზე გადავიდა, ეხა ხედავთ. ვაიმე, დებილი. ვაიმე, შენ მოდი აქ უბრალოდ. გამოდი ახლა მაგედან. ვაიმე, როგორ უნდა გცემო, გიორგი, გამოდი მაგედან. გიო! პატარა, რა შვებოდი ამდენი ხანი? შატოს ველოყარებ. მერე? შემოჩი ჰაერი ცოტა ხანი აიმატე რა, სკროლ ცოტა ხანი და. რა სკროლე პატარა? TikTok-ი მარტო რას მოაუსრულო. მათ შეიძლება რა სკროლავდი. რა სკროლე ბოლოს? რაც ისაა. რა ვსუყურებდი? ჭამის და რაღაც ვიდეო იყო, რაღაც აქციის რაღაც ვიდეოები. ჭამის? თუ ვიღაც დიდ სტრაკა გოგოების ფოტოებს უყურებდი, ვიდეოებს უბრალოდ. სისულელებს რა. რა სისულელებს რო პარაკობ? ნახე მიდი აბა რამე. გახსენ ტელეფონი. აი ხომო რაღაცებს სისულელებს. აბა ტელევიზორს გახედი. ახლა ჯობს გაიქცე. ოღონდ მართლა. შედებილო. მოდი აქ. ეს უყურებდი. მოდი. გიო! მოდი. გიო, გეხვეწები. შო, მოდი ნახე. წერა ხო შენ 4 ლუყბაში შეჭამე და 250 წამოვდი. აი, всё, კამერა ჩართული მაქვს, არ ხიშავ. ეხა ჩამოვდივარ ასლას კიდე. თუ 2 ლუყბაში შეჭამ რომელიმე ნებისმიერ პიცას 100 ლარი გრჩება. უცელი მტკივა რაღაც დაგიო. აი, მიდი წავიდა. 1 2 3 წავიდა. ტკი მომწელი. მამცხენია. რა მცხენია? რა მცხენია? წადი შენი ტუალეტში მართლა და. ბიჭო, მუცელი ამტკივდა უბრალოდ რა იყო? ამოუჭრი ამ კადრებს. რა მიყუე მე სპილში. რა იყო ცხოვრებაში არ გიქნია? წამ. მე აი არა ვფიქრ თავიდან და всё მოდიში რა. წავიდა. 1 უკვე ჩაკბიჩა. 2 ლუყბაში ძალიან რთულია. აი მე მუცელი. უფ. აი მოდინა. გავი ხანი. ბიჭო, ხახაზი ეთქო. მოდი. აი რა იყო? ვერ გავიგე, ცხოვრებაში არ გიქნია. ამაწყროლე რასუნი იყო? ის სამჯერ გააყურე მე. რასუნი იყო? შედი ტუალეტში თუ მინდა რა. სული ვაფშე არ ყოფილა. თავს რატო იტანჯავ? გიორტები გამაგებინე. ბიჭო, სული ვაფშე არ ყოფილა. ეჭი ტკივა ხოლმე და ხან მუზეს აბრალებ ხან შედი ტუალეტში რა. მე გამნაუზახარ ჩემი. ბიჭო, აი სული არ იყო გეხო. ვითომ ის ლეიბი ტრაჭუნე, თურმე შენი ხმა ჩემი. გეფცევი არა. პროსტა სული საერთოდ. არ მინდა. არ მინდა სული საერთოდ მითხარი.
რა ხმები? ხო, რა თუ მაგ შედიტო არის თუ გინდა რა. შევა ხო, მათ სადე ვაიმე. მე იფსინ ქალ ვაგინები თუ ამის ხმები ყოფილა ძელი გამი. თუ მაგ როგორ გააკვირს. გოგები არ შევია თუ რა. დიახ, მე ვარ ჩუსტომანი და ეს ყველაფერი დამეთხო, როცა ჩემი შვილი პირველად იყო 3 წლის და ვერ ვანებებ როგორც ხედავთ ახალაც თან მაქვს, რომ აი არ პატარა ნერვები მომეშლება. ჩემი შვილიო ცუდად გაინძრევა, რაღაცას ხელს მოკიდებს, აი მინდა ხოლმე რომ ზურგში ესე საყვარა და მწარეთ რომ დავატაკო, აი არ ვიცი რა. უბრალოდ ჩუსტომანია ძნელი დაავადება არის რა. ვაიმე ორმო ხელი მომკიდე. ჩაიმე. შენთან გაიხარე ზუსტადაც უხანსამწყო აი ამ ახალწლებზე ვერ ივაჭრო გამარჯობა მე ქალბატონო რა მოხდა ცოტა მშვიდად აი რა მარტივი ამ მშვიდად იქნება შენს გამამწარო და შენს გაგლანწყო არ დამიკლო მიეზღვიოს ესე იგი რატომ მოვედი რა ჩემმა მეზობელმა ფიქრიამ დააყენა სულ რაღაცა თანამედროვე ნათურები რა ადრე რო არავის არ ქონდა თვალით დანაყული და ვიზე ნაკლები ვარ ჯიბრზე ვარ მოსული შენ გონია ფული მაგან რაღაცა იმის ჯიბრზე ხარჯავ იმ შავი დღის გადადებულ ფულს კი ბატონო ჩვენ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს აი შემიძლია ეს შემოგთავაზოთ როგორც ინტერიერი ასევე ექსტერიერისთვის არის განკუთვნილი კიდევ გვაქვს LED განათებები თუ გნებავთ ასევე გვაქვს რელსური განათებებიც აი ნუ ფასონობრა ლედი და ისინი და ესენი რამე ისეთი მინდა ეხა მაგალითად იმ დღეს პანაშვიდზე ვიყავი და მკვდრის თავზე ისეთი ლამაზი განათებები ეკიდა რომ ძალიან მომინდა ეგეთი და ეხლა მოიცა როგორ გავიხსენო როგორია მე ვიზიარებ ნათელში იყოს ასამბობგალო განაცუდად ვიძახი და ბოროტულად კი არ ვიძახი მაგრამ წავაყოლე ჩემი ვაი ვაიღებთ რამეს ქალბატონო ახლა გეტყვი მაგაზე პასუხს ფიქრიასთან ურეკავ ერთი წუთი ოღონდ ვითომ დამერეკა განა სპეციალ ვითომ დამერეკა ალო სენსორი განათებაც მინდა სენსორული ყველაფრის საძილების ბჟუტურაც მინდა უბჟუტუროთ და კარგად რო ანათებს აი თავი რო ნათელში გონია აი ჩემ მეზობელს აქვს ფიქრობს ისე ძალიან მიყვარს მაგრამ იმაზე კარგი მინდა არ გეღირსოს ჩემზე კარგი არა უკაცრავად აი ისინი მაინტერესებს. უკაცრავად სათვალებზე ფაზაკლება კიდე გაქვთ? ცოტა გაფართოებული ხართ, რა მიხო არა გაქვთ? რაღაც უნდა გასამშრალო უკაცრავად. გამარჯობა. დიახ, ბატონო გოგი, როგორც თქვენ იტყვით, ისე იქნება ყველაფერი. გაარგით. ხო და რას გეუნებოდი? ფული ადამიანს ცulis. საერთოდ არ ცulis ფული ადამიანს. აი საერთოდ აი არანაირ. ეხლა მე რო შენ ფული მოგწე, არ შეიძლება. საერთოდ აი არანაირ რა, აი საერთოდ. აჰა, ავიღე ფული, აი რა, შევიცვალე რამე ვქენი, აი არ შეიძლება. ესეც შემია. კი, შემია. ჩუქნი. აი всё, ჩვეულებრივად, აჰა. არიცვლებ. არა, იგივენაირი ბისკვიტა ვარ შენს მოგასწრებს. აი ესეც კი, ჩემი არ და სულ ჩემი იქნება. სულ შენი არის და არიცვლებ. საერთოდ არ შევცვლებ. საერთოდ იგივენაირი ბისკვიტა. ხო გოგი. წერა ხომ მოვაგვარე და მუღამაწუხებ რა არ მაქვს რა შენი ნერვები რა გიხვეწები რა. შენ რას მიზიხარ, რას მიყვება? დავაი ხო დაახვია რა კოკა-კოლა იგე, დავაი. ხელფასიც ჩაირიცხა, მთელი 2000 ლარი ჩვენს განკარგულებაშია და როგორც ყოველთვის, კარგია, ძალიან კარგია. უკომენტაროთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ. ეს ნახე რა, უსიტყვოდ შემომიშვათ, ხომ შვიდობა გაქვს ჯიგარო. ნელ-ნელა ვცდილობ რომ შევეგუო ამ ყოველივეს და ამგვარი სტრატეგიით ნერვებიც მინარჩუნდება, ბრატ. კარგი, მაშინ რა გაეწყობა, ბარემ ჩამირიცხე ის 750 ლარი, თორე ამჯერად მთაში გაგიშვებ ხინკლის მომხვევად. არა, მადლობა, ხინკალი ძალიან მიყვარს, მაგრამ მირჩევნია ქალაქში დავრჩე და აქაური ხინკალი ვჭამო. ჩაგირიცხე და შეგიძლია გააჯო აქედან. დროზე! შენ ცოტა წესიერად მელაპარაკე, ბიჭო, თორე 900 ლარს გაგიხდი ბინის ქირას, ხო იცი, მიზეზები არ გამომელევა. ესე იგი დაგვრჩა 1250 ლარი და ამდენი ვალია კიდე გადასახდელი და მობძანდით. როგორ ახარ ჩემო ძმაო, აბა რას გვეტყვი ახალს, როგორ გემსახურება ჩვენი ელექტროენერგია, გაზიც კარგი იქნება ალბათ, თბილი ბულიონი, ცხელი წყალი და რა ვიცი. კაი, ხო გეყოს ეხა თქვირისი თქმაც გინდა, რისთვისაც მოხვედი და მე შეგიძლია ახვიო აქედან, ხო გაიგე?
დავიწყოთ. დენი 50 ლარი, გაზი 240 ლარი, წყალი 15, ლიფტი 12, ინტერნეტი და ტელევიზია 85 ლარი და არსებობის 3 ლარიც. აბა ჩარიცხე ახლა. მაიცა 85 ლარი, რატო სულ 80 ლარს ვიხდი ხოლმე და ეხლა რა შეიცვალა ამჯერად? სპორტული არხები რო დაამატე, აბა რა გეგონა ჯიგარო, აქციაში მოყევი? აქციები დამთავრდა, ბრატ, ახალმა წელმა ჩაიარა, მოვიდა 2025, ხო გაიგე? კარგი, ხო, აი ჩაგირიცხე, ხა მიტრიალდი და წავიდა. აბა შეხვედრამდის ნიკუშა ძმაო. 845 ლარიც არ არის ცუდი, საკაიფოდ დავიზოგე კომუნალურებზე. სამაგიეროდ განვადებები გაგინძრევს ძირფესუიან სიღრმისეულად და ხო მეც მომენატრე როგორ ახარ აბა რაშვები. აუ მიდი თქვი შენი სათქმელი და მე მიხევი იმათ რა არ შემცა. ტელევიზორი რომელიც სულ ნანას გიმღერის ყოველ საღამოს ითხოვს 250 ლარს, ხოლო ლეპტოპი რომელიც გამოტანიდან 2 თვეში ყლეზე დაიკიდე და ტყუილად მტვერში ბანაობს, მოითხოვს 150 ლარს. ჯერ ეს ერთი თვალებში ნუ მიყურებ, კომპლექსი მაქვს და არ სიამოვნებს და მე მეორე აი ჩაგირიცხე და შეგიძლია წახვიდე. აი ხო დაბლა ვიყურები, აღარ შემოგხედავ, აბა შეხვედრამდე ჯიგარო. 445 ლარი დაგვრჩა, ეხლა პატარა ვალები გავისტუმროთ, ესე იგი 100 ლარი იმყლეს, 75 ლარი ჩვენ ძმას და მეგობარს, 2 თვე არის უკვე მელოდება და ცოდვა, ბარემ ჩაურიცხავ და დაახლოებით 170 ლარი უნიტაზის ხელოსანს, იმიტომ რომ დამიაპდეიტა წინა კვირაში და ფული არ მქონდა თან. დაგვრჩა უკანასკნელი 100 ლარი და ამ თვეში მაინც შევჭამ შაურმას. გავსტარტავ ჩემს საჭმლის აპლიკაციას. მოიცა მირეკავი. ო, ალო, რა ქენი აიღე ხელფასი? თუ დედა მოუთხანი როგორც ყოველთვის ტრადიციულად. თითქმის ბოლო 100 ლარი დამჩა და რით შემიძლია რომ დაგეხმარო? მართალი არ შემიძლია ბევრად რამით რომ დაგეხმარო, მაგრამ მაინც კითხავს დილობის პონჩი. კაროჩე, ეხა შენ შვილო მიდი ერთვიანი ულიმიტო ზარები გამიაქტიურე მაგდის ანგარიშზე და ბარემ ულიმიტო ინტერნეტიც მოაყოლე, გაიგე? და შენ ვერ იზავ მაგას ჩემს გარეშე? აიყო ფული არა გაქვს, სუმე რატომ თხოვთ ყველა, რატო გამიტრაკეთ, ა? შენ კარგი მოწყნულო, ფული რომ მქონდეს, შენ ხო აღარ გთხოვდი, არა რო გეუბნები, ჩამირიცხე, ესე იგი უნდა ჩამირიცხო და ბევრს ნუღა მალაპარაკებ, ხო გასაგებია? ყველაფერი მზადაა რა და მოდი პირდაპირ გაგითიშავ, კარგი? ესე იგი ერთვიანი სამგზავროც უნდა ვიყიდო, ეგ შენი 40 ლარი და მრჩება ბოლო 16 ლარი, რაც უნდა მეყოს მთელი თვე საჭმელზე. You know what I mean? კი, but okay. მაგრამ ეს it's not my type რა. საერთოდ go რა. შემოდი ერთი, შემოდი შენ. რა იყო, ხომ შვიდობაა? დაეგდე მან და ბევრს მომალაპარაკებ, ბიჭო. კი, მაგრამ რა მოხდა? მე არაფერ შუაში ვარ, ის ჭიქა გიოს გაუტყდა და მე უბრალოდ ნაფშვენები გადავყარე, პროსტა რამოდენიმე ნაფშვენი მოვფრიკე და მე ტრაქში გავუკეთე, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი ჭიქა იყო და ნერვები მომეშალა რა და მაგამ ბავში ვეღარ შევიკავე თავი. ესე იგი რაღაცას მაინც აღიარებ, კარგია, მაგრამ ეგ არ მაინტერესებს. შენ ჟილეთში ვიპოვე სიგარეტის კოლოფი. ეგ ჩემი არა, გიოსი არის, მე პროსტა გამომყვარა, მეიკებიანი ჯიბეები რომ აქ შევინახე, იმ დღეს ძალიან დათვრა და წარამარა ჯიბიდან უვარდებოდა და მაგამ ბავში დავაზღვიე რა და ხვალე უეჭველი დაუბრუნებ. რა გიოსია, ბიჭო, შენ მე ყლე ხო არ გონი ვარ, 2025 წელია. მე და ბიძა შენც კი აღარ ვიყენებდით შენასაკში მაგ მიზეს, იმდენად მოძველებული იყო მაშინაც. ანუ სიმართლეს გეუბნები, გიოსი იყო და მე გამომყვა მეთქი და მეტი რაღა გითხრა ადამიანო, მე არაფერ შუაში არა ვარ. რა გიოსი, ბიჭო, რეებს მაბოლებ, გიოზე მთვრალი შენიყავი, მაგან მოგიყვანა, სახში ხო არ დაგავიწყდა, ცოცხალკვდარი რო დაგდეთ ტახტზე. სანამ ეგავითიშებოდი, ექსვალ და გიჟივით და ეთყობა მე რო დამეძინა, მაშინ გამოფხიზდა ეგეც და ამომიყვანა რა ბარემ. ამოგიყვანა კი არა, ამოგიტანა და მორჩი მეთქი ტყუილებს, ეხა ნერვებზე აღარ მომშალო. კაი რა, ამ ერთხელ მაპატიე გეხვეწები რა და მეორედ ეგრე აღარ ვიზავ, პირობას გაძლევთ, ხო, მაპატიე რა, ეხა ნუ გამეჭხუბები. მაპატიე არ გავიგონო, ბიჭო, მილიონჯერ გითხარი სიგარეტს ნუ მათხოვრობ და ჩუმად ნუ ეწევით ხო რა, თუ კაცი ხარ იქონიე შენი საკუთარი სიგარეტი და ის მოწიე. საკუთარი მაქვს ხოლმე მე ყოველთვის არ მათხოვრობ ქუჩაში, ჩემი სიგარეტი მაქვს ხოლმე რა, აი ხო აღიარებ, ვეწევი და ჩემი სიგარეტი მაქვს, ხისას არ ვეწევი. ნუ იტყუები მეთქი, ბიჭო, კაცი ხარ რა, ეგეთი დამოკიდებულება თუ სიგარეტის მიმართ მე მთხოვე ბოლოს და ბოლოს, მამა ვარ შენი და მე გიყიდი და მირჩევნია ჩემი ნაყიდი სიგარეტი მოწიო, ვიდრე ვიღაცას ქუჩაში ემათხოვრო, გაიგე? კარგი ხო, აღარ მეჭხუბო რა, გეხვეწები, ყველაფერში მართალი ხარ, მე ვარ დამნაშავე, ძალიან ავნერვიულდი და ერთი კოლოფი სიგარეტი რომ იყიდო, არ შეგიძლია, სადღაც 2 დღე ვიმყოფინებ და მე ვიზავ რაღაცას. აუ, ეხა შენ მოგითხრა. როგორც იქნა ხელფასი ჩამერიცხა, თან მომემატა 1900 ლარის ნაცვლად 1950 ავიღებ ხოლმე. კარგია, კარგია, კარგია.
ამის გარეშე ხო აზრი არ აქვს ჩემ ბედნიერებას მობძანდით. გაუმარჯოს ჯიგარო, ხო არ მოგენატრე? აუ მე იმ კაცის დედას შევახტე ხერხემალზე დოინჯით, ვინც პირველად კარები გამოიგონა რა. იმენა ტოვინი მიმესექსა უკვე. ეხა ჩარიცხე ბინისქირა 750 ლარი, თორე აგახვევინებ სოფელში ბებიაშენთან და ჩეხე მერე შეშა ყლესავით. ჩაგირიცხავ რა და რო იცოდე შეშის ჩეხვა არ ტეხავს. თუ ეგრეა გადადი სოფელში. არა, მადლობა, წელს არ გამოვა. ჩაგირიცხე, შეგიძლია წახვიდე. ჯიგარი ხარ ძმაო, მადლობა რომ დროულად ჩარიცხე რა. მერე ჩემთან შემოიარე რა, ჩემმა ცოლმა ბულგარულში გააკეთა ტოლმა და უეჭველი უნდა გაგასინჯო. შევეცი შენცო. რა თქვი? არა, შევეშვიმე ეგეც საჭმელებს თქო, ეხა თან ახალ წლებზე მოვიმატე და ხო ხდები რა. კარგი, აბა ჰე. 1200 ლარი დაგვრჩა, არ არის ცუდი დასაწყისი, ჯერჯერობით კარგად მივიწევთ. შემთხვევით კომუნალურების გადახდა ხო არ დაავიწყდა ჩვენს ლამაზ ძმას. მაგას რა დამავიწყებდა, აბა მიდი ჩამოასხი ბოლომდე. ესე იგი, დენი 45 ლარი, წყალი 20, ინტერნეტი პლუს ტელევიზია 80 ლარი, სუპერ დრაივი, ნაკლები არიკადრო, ლიფტი 12 ლარი, გაზი 385 ლარი და არსებობის 6 ლარიც ბარემ ჩარიცხე. გაზი 385 ლარი. ძალიან ბევრია, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მთელი დეკემბერი გაბდღვიალებული მქონდა სახლი, ნუ კაი ხო მესმის ჩაგირიცხავ, ხო? აბა ჰე, მადლობელი ვარ მეც და კომპანიაც, აბა შემდეგ თვეში შევხვდებით. 652 ლარი დაგვრჩა. არ არის ცუდი. და განვადებებსაც ხო არ მოიშორებდი, ბარემ ჯიგარო ფიგარო. აუ ამ კარების დედა მოუტყან რა, კარგი ხო არავინ შემოვა, მიდი თქვიჩქარა შენი სათქმელი და მერე დავწილდეთ ერთმანეთს. ტელეფონი კი დაფარე წინა თვეში, მაგრამ კომპიუტერი დაგჭა გადასახდელი კიდევ 6 თვე უნდა იხადო და ტელევიზორიც რო დაამატე ეხლა 55 ინჩიანი ეგეც უნდა გადამიხადო რა. ბიჭო, მთლიანობაში რამდენია გადასახდელი მითხარი და მერე გააჯუი აქედან, ხო შეიძლება? ესე იგი ტელევიზორი 250 ლარი, ლეპტოპი 150, ანუ მთლიანობაში 400 ლარი უნდა გადაიხადო, მაგრამ არ ნერვიულო, ამჯერად საკომისიო არ გიწევს. ჩაგირიცხე და წადი ეხლა აქედან, თვალით აღარ გამენახო საერთოდ. აბა მომდევნო თვემდე. 252 ლარი დაგვრჩა. ესე იგი მე ხა მინდა სველი შაურმა, მეტი კეჩუპით და მეტი მაიონეზით. წიწაკა არ კარჩი სველი რა მოვძანდით. ბიჭო, ნიკუშისა, მამა შენმა გამომაგზავნა რა, ბესეთკაში სვამენ დევებივით და კაროჩე მევალე გაიჩითა. 200 ლარია გადასახდელი და ბარემ ეხა გავსწორდებიო, სანამ კაი ხასიათზე ვარო და გამატანე ფული რა, შენი ფული ჭირდება ალბათ ხო, რა ვიცი. ნუ მამა მაინც მამა, აჰა ეს ბარათი წაიღე, გამოიტანე ფული, მიუტანე მამა ჩემს და 50 ლარი ზედმეტია მე მგონი და შეგიძლია შენს გამოიტანო და წაიღო ეს ფული, მაინც ახალი წლებია და ჩემგან საჩუქრად. მადლობა ნიკაბიძია, ჯიგარი ხარ, არ დაგივიწყებ ამ სიკეთეს და კიდე ერთხელ გილოცავ ახალი წლის დადგომას, ბრატ. აჰა, გაისტუმრე ყველა ვალები, ეცი ხალხს პატივი და ბოლოს დარჩები ყლეზე, როგორ ჩაშვი ხეზე. აი, არასოდეს აღარ ჩავეწერები თქვენთან რა, რა პონჩი მეუბნები, მე რატომ მიბედავ მასეთ რაღაცასო დარბაზის მეტი არაფერი არ მიშველის, რა კარნახობს მაგას? შენი წონამ კარნახობს, რომ სასწრაფო ტრაკის აწევა და მოქმედება საჭიროებს. გაიცანით, თერაპისტი ნეგანა, ადამიანი, რომელსაც ყველაზე დაბალი შეფასება აქვს თავის საქმეში, რადგან თვითონ როგორც გვეუბნება, ხალხს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს ეუბნება და არაფერს სიმართლის გარდა. ეს იმენა ჩემი საქმეა, რომ ჩემს პაციენტებს ყოველთვის სიმართლე უთხრა და არაფერი არ დაუმალო და ამის გამო მატყუარას მეძახიან და მლანძღავენ, აზე ხარტო? აღარ შემიძლია რა, ტვინი მაქვს დაზიანებული, საღად აზროვნება მიჭირს და როგორ მოვიქცე რა, დეპრესიაში ვარ და ვეღარ ამოვედი. სიგარეტის მოწევა დაიწყე, დარწმუნებული ვარ დაგამშვიდებს და კონცენტრირდები უფრო, ხო ხდები? ეს ადამიანი გვეუბნება, რომ ხალხთან მიმართებაში იმიტომ ვარ ასეთი დაუნდობელი, რომ მათთვის კარგი მინდაო, მაგრამ სამწუხაროდ ბევრს ეს არ ესმის. როგორც წინაზე ვთქვი, სუყლეზე მკიდია ვინ რას ფიქრობს ჩემზე. საათში 200 ლარს ვიღებ, რომ ამათ ქაქანს უსმინო და არ შევეცი ყოველივე ეს. მთელი ბავშვობა მამა ჩემი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე და ძალიან ცუდი იყო ეს, ძალიან იმოქმედა და ტრამვირებული ვარ. ეგ არაფერი მეც ურტყავ ხოლმე ჩემ შვილებს. შვილები ყავს? ნუ უკვე აღარ მყავს, მაგრამ შენ ეგ დაიკიდე, კაცო, თემიდან ნუ უხვევ რა, კონცენტრირდი შენ საკითხზე, კარგი? მოიცა რა? ხრუხურა, გაჩუმდი და მომისმინე, ბიჭო, რამდენს ლაპარაკობ, მე ვარ თერაპისტი თუ შენ? ჩემ შვილს მუდმივად ჩაგრავენ და მინდა რომ ეს პრობლემა გადაწყდეს, იმიტომ ჩავწერე თქვენთან და ხო შეიძლება რომ რამე მომიგვაროთ ან რამე რჩევა მომწეთ, აი რას აშავებს თავისთვის ზის ნახეთ. შერა თვალები ტრაქში გაქვს გარსობილი, ვერ ახედავ რას აგავს ეს ჩემისა. მისი ერთადერთი მთავარი მისია და დანიშნულება არის სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. და ამის გამო ნუ შეიძულებთ, ისიც ხომ ადამიანია, უბრალოდ გულწრფელი ადამიანი და ნუ გეშლებათ ნერვები.
სოციალური დეპრესია მაქვს რა სულ გამუდმებით გაუთავებლად ვლაპარაკობ და არ ვიცი ხალხს მოსწონს ეს თუ ვაღიზიანებ როგორ მოვიქცე აუ ტვინი მომეწყნა უკვე რა გაჩუნდი და ხმა აღარ ამოიღო ბიჭო ვის უნდა მოეწონო ასეთი ქაქანა ვერ გავიგე ძალიან მალე ვიმატებ წონაში და დაკლება მიჭირს რა აი მომატება არის ძალიან ადვილი მაგრამ ეს წონაში დაკლება და ფორმაში ჩადგომა ჩემთვის არის ფაქტიურად შეუძლებელი და რა ვქნა აკი არ უნდა მეწუწუნო მე ეს დედამოწყნული მაცივარი დაკეტე ადექი და დაიწყე სირბილი გაიგე ტირილი არაფერს არ უშველის ჩიგარო შენ გირჩევნია ფული ჩამირიცხო და მომისმინო და გაითვალისწინო რასაც გეტყვი რამდენი უნდა მოგცეთ იმ 200 ლარს 50 დაამატებ და დღესვე ამომირბენინებ სახში გასაგებია დავაი გააჯვი ეხა და რაც გიხარი გაითვალისწინე დავაი ყველაზე დიდი რა შეგიქმნიათ? ყველაზე დიდი უშუალოდ რაც მე შემიქმნია ეს იყო 3 ჯამი ლობიოს ჭამის შემდეგ ასე ამხელა ბიჭო არ შემეხო იცოდე თორე რა რა შუბლიკო რა ვახარ ძმა შენი გოგონი ცალსე გულის გასაღები უყურე შენა მოწყდი ჰა შენა გაიხარე ჰა ეხა შევხვდე ეს ვიდეო და კაროჩე 3 საათია ვცდილობ რომ გავაჩერო რა ფაზლები. ხო და პირველი ვინ შეძლებს გაჩერებას Instagram ბიოში ამიტითებული გადადით, ფოტო ჩამიგდეთ და მე თქვენ დაგერიცხავთ Royal Pass. ხო და მეგობრებო, მოკლედ 9 წელია უკვე მე რაც ამ ოჯახის რძალი ვარ და ძალიან ბედნიერები არიან, ჩემით გიждდებიან და აფრენენ. აი ყოველდღე მადლობებს მიხდიან, შენ რო ამ ოჯახში არისო, ისე გვიყვარხარ რომ შენ რო ამ ოჯახში არისო, ძალიან ვუყვარვა. თბილისი 2004 წელი. მარაჟნი, ესკიმო შოკოლადი, სტაკანჩიკი მარაჟნი. აუ დედა გიხვეწები მიყიდე მაგრამ მინდა მარაჟნი. აი მე ხა ეს ქალი თუ არ გავნაძღე დღეს ხო უკვე იყო და გაიარა ამ ქუჩაზე. ნანა! ხო! დღეს ხო გაიარე ამ ქუჩაზე და რაღაც გამოიარე ისევ უკან. ხო რა ვიცი კი არა რამდენი ფული დავხარჯე დღეს აღარ შემიძლია. როგორ ქეიფობენ უცხოელი ბიჭები? და როგორ ქეიფობენ ქართველი ბიჭები? როგორი რეაქცია აქვს უცხოელ დედას, როცა მის შვილზე შენიშვნას იღებს? თქვენი შვილი ძალიან ცუდად იქცევა სკოლაში, ფაქტიურად არც კი სწავლობს. მასწავლებელო, ყველანაირად ვეცდები ჩემი შვილი გამოსწორდეს და უფრო მეტად წავწიოთ წინ. მე ამისთვის ვიმუშავებ და ვამუშავებ მასაც სახლში. გპირდებით. როგორი რეაქცია აქვს ქართველ დედას? თქვენი შვილი საერთოდ არ სწავლობს სკოლაში და ძალიან ცუდად იქცევა. მეთქი სკოლაში მეთქი შენ არ გაიხარე შენა. ბავშვს არაფერი დაუშავოთ, რაც მთავარია. მე ამაც ცირა უნდა უკნე, ხა მასწავლებელს სახში მოვდო ტრაკუნებში მოვდო დაუწინო ტრაკი. როგორ გეგმავენ უცხოელები ქორწილს? ჯეკ, მე მინდა რომ ჩვენი ქორწილი ბევრი ყვავილებით იყოს გაფორმებული, მხოლოდ და მხოლოდ ბევრი ყვავილი, მეტი არაფერი და თითო ჭიქა შამპანური. გეთანხმები ძვირფასო. და როგორ გეგმავენ საქართველოში? აბაშვილოთ, რას აგეგმავთ ქორწილისთვის? მე ჩემი ქორწილი მინდა იყოს გაფორმებული ლამაზი ყვავილი. ნადუღის სულხუნის ფურცლებში, ნიღზიანი ბადრიჯანი, სოკოკეთზე, 30 ცალი გოჭი, ხალეული ისპანახის ეკალასი, 300 კაცი უნდა დავაძღოთ და პატაძია გზავნის ციკნებს. როცა ბავშვმა ცუდი ნიშანი მიიღო საზღვარგარეთ. ცუდი ნიშანი მივიღე დედა. არა უშავს, შემდეგზე შედეგი მანახე და უფრო კარგი ნიშანი მიიღე. ქართველი დედა. დედა ცუდი ნიშანი მივიღე. შენ მოუკვდი შენ დედას შვილო. როგორ იღებს უცხოელი ქმარი შენიშვნას? საყვარელო, ცოტა ნეაიარე, რანაირად დადიხარ? კარგი გასაგებია, მაპატიე ძვირფასო, ეს არ უნდა მექნა. და ქართველი ქმარი. ვიტალი, ცოტა ნეაიარე კაცო, ვერავარ კარგად გული მაგცუდა. და მოწადა შენი დედა მოუთხაში. ბიომაც. დაგანა გასაგებია. როგორი ფასები აქვს ფეხსაცმელს ამერიკაში? გამარჯობა, აი ეს ფეხსაცმელი რა ღირს? $3176. შვენიერი ფასია. შეიძენთ? ვიძენ. როგორი ფასები აქვს Storex-ში?
ეს ფეხსაცმელი რა ღირს? 190 ლარი. %-იანი ფასდაკლებას Forex-ისგან ჩემს გამომწერებს. გამოიყენე ჩემი პრომოკოდი დათუნა 24 და ისარგებლე ფასდაკლებით 9-დან 17 მაისის ჩათვლით. ნონა გარდაიცვალა. დედა რა ლამაზი ყოფილა 64, იყო ჩაღმერთო რა, იყო ჩაღრა. ფიქრიასგან ხო დავისვენებ და ამ ჩემი დამპალი ყველა მეზობლისგან დავისვენებ. ნონია. ნონია. ვიმე. მეც მოვკვდი ფიქრია ვარ. ჩემი ძელია მე თას ერკუტაში. სამუთხეშიც. კიდე ჩაიჭო. ვიმე. ამოლესილი. გამომარ. ეს თუ კიდე გაცივდა არ ვიცია. რა ჭირს ბიჭო? გავცივდი. არ მაინტერესებს წამლების ფული აღარ მაქვს, აღარ დაახველო. აღარ დაახველო. არ დაახველო. ნახე რა. აღარ დაახველო. ესამეს გადის ესა ავაშენებს სასახლესა შიქშევა მელა აბადელი დელა 1 2 3 3 კაპიტანი ვალოდია მეფე ნინო პატარძალი ნინომ დაკლა ქათამი არმაჭამა ბარკალი დავიხედე ბალკონზე მეფე იჯდა გარშოგზე ჩიტო ჩიორაო რაო ბატონო მელაო ერთი პარტი გათომიდე თორემ შავღეს დავა სულს მოვიტან ცუნცულას ხერეჩოს და წანდულას ხესაც მოჭიხის ძირსაც შეკჭამდა შეშუისაც აიო დედა ჰა 20 ლარი მომერა აიღე ჩანთაშია 2 დღის შემდეგ დედა აუ დე სიგარეტი მიყიდე რა გთხოვ გუშინ წინ არ მოგეცი ბიჭო 20 ლარი 1 კვირის შემდეგ დედა ბიჭები ვქეიფობს და ფულს მომცემ ბიჭო 1 კვირის წინ ხო მოგეცი 20 ლარი აი 35 წლის შემდეგ დედა რა შვილიშვილების ოპარკში მიმყავს ფული მომერა მე რა ხო მოგეცი 20 ლარი 35 წლის წინ სერგო ხინკალი უნდა მოვახვიო იცოდე გარეთ იყურე შენა ფიქრი არ შემოვიდეს ან ვინმე არ დაგვეწვიოს ისედაც ცოტა მაქვს ფარში კაი აჰა მოსაყრელია უკვე იცოდე ჩუმად ჭამე სერგო ტყაპატყობით არა ჭამო ისეთი დამპალია გაიგებს და შემოწრება ნონიკო ნონა ამაზოთ ამ შვენიერო მოვიწყო რომ ვიდგე და გავიხარო შენს გარშემო ნაძვის ხეო რომ ვიდგე და გავიხარო შენს გარშემო ნაძვის ხეო ვერავინ ვერ იცნობს საერთოდ და ვერ პოულობს 6 რიცხვს ფოტოზე. მეგობრებო, შენ თუ ეხა აქ 6 რიცხვი პოვი ფოტოზე, ჩემგან საჩუქრად follow ვიდეოს მიიღებ. თან პირველმა უნდა იპოვო აუცილებლად, დაალაიქო ეს ვიდეო გამომიწერო და დაადუეტეთ მეგობრებო ეს ვიდეო, დაადუეტეთ და მიიღებთ follow ვიდეოს. მეგობრებო, კაროჩე ვიც გამოფოლოვებთ, გაგასრობთ აი ამ ადამიანს. მეზარება ფიქრე რა. ეგრევე. და აი ამასაც. ვაჟა ზეკთან ვარ ზეგამყარი გახდა. ჩემეშვი.